იცოდით, რომ არსებობს ერთი ქცევა, რომელსაც ხშირად აღიქვამენ სიმპათიის უტყუარ ნიშნად. და ეს არის, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად იწყებს თქვენი მიმიკის, სიტყვების, ჟესტების ან ინტონაციის გადაღებას. რაღაც ისეთის, რაც მხოლოდ თქვენთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, თუ გაქვთ რაიმე სპეციფიკური სიტყვა ან ხელის მოძრაობა და უცებ ამჩნევთ, რომ თქვენი თანამოსაუბრეც იწყებს მის გამოყენებას. ასეთი ქცევა შეიძლება შეიმჩნეოდეს როგორც რომანტიკულ ურთიერთობებში, ასევე მეგობრულ და სამსახურეობრივ ურთიერთობებში. ბავშვი ბაძავს მშობლებს, მასწავლებლებს, საყვარელ შემსრულებლებს. მეგობრები სხვა მეგობრების ჟესტებს და ფრაზებს იმეორებენ. ეს არის გაუცნობიერებელი სიახლოვისა და მოწონების ფორმა. ფსიქოლოგიაში ამას იდენტიფიკაცია ეწოდება. პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იღებს იმ ადამიანის თვისებებს, ვისაც მნიშვნელოვნად და მიმზიდველად მიიჩნევს. იდენტიფიკაცია საკმაოდ ხშირად არის დაკავშირებული იდეალიზაციასთან, ანუ როდესაც ჩვენ აღვიქვამთ სხვას უკეთესად, ვიდრე ის სინამდვილეშია. შეყვარებულობის კონტექსტში ეს მექანიზმი განსაკუთრებით მკაფიოა. როდესაც შეყვარებულები ვართ, მიდრეკილნი ვართ, მივიჩნიოთ ადამიანი განსაკუთრებულად. ადამიანთა მოდგმის ზესახეობად, როგორც ფსიქოანალიტიკოსი ვეიკო ტეჰკე ამბობს. ჩვენ არამხოლოდ აღფრთოვანებულები ვართ მისით, ჩვენ ვცდილობთ ვიგრძნოთ ის. აქედან მოდის გაუცნობიერებელი იმიტაციის სურვილი. სურვილი იყო ახლოს, უკეთ გაიგო მისი გრძნობები, აზროვნება და ემოციები. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, მიბაძვა ან ქცევის გადმოღება არ მიუთითებს, რომ სხვას ვუყვარვართ. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სიმპათიის, პატივისცემის, ნდობის გამოხატულება, როგორც მეგობრობაში, ასევე თერაპიულ ურთიერთობებში ან პროფესიულ გარემოში. ასე რომ, თუ შეამჩნევთ, რომ ვიღაც იღებს თქვენს ფრაზებს ან მოძრაობებს, შესაძლოა თქვენ მართლაც მოსწონხართ მას, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის რომანტიკაზე, ეს არის მნიშვნელობაზე და თუ რახასეთის მატარებელი ასეთი იდენტიფიკაცია დრო აჩვენებს. გამიზიარეთ კომენტარებში, შეგიმჩნევიათ თუ არა მსგავსი მექანიზმი ოდესმე. ნახვამდის.